მოგესალმებით მეგობრებო. დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა და ძალიან დიდია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის. ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა მთვარე. დღეს კი ვისაუბრებთ დედამიწის შესახებ. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ დედამიწა სულაც არ აქვს სრულყოფილი სფეროს ფორმა. მას შეკუმშული პარაბოლას ფორმა აქვს. ეს ეგრეთ წოდებული გეოიდია და ნიშნავს ეკვატორულ ამოზნექილობებს, რაც ეკვატორულ და პოლარულ დიამეტრებს შორის სხვაობით არის გამოწვეული. დედამიწის 71% ოკეანეებს უჭირავს და იგი 20 მილიონ ტონა ოქროს შეიცავს. დედამიწის ატმოსფერო 5 მთავარი ფენისგან შედგება. რაც უფრო მაღლა ავდივართ, ატმოსფეროც უფრო თხელდება. სწორედ ამიტომ ატმოსფეროს მასის 75% ტროპოსფეროდან მოდის. ის ყველაზე დაბალი ფენაა, სადაც ამინდის ცვლილებები მიმდინარეობს. დედამიწის ტექტონიკური ფილების ერთმანეთთან შეჯახებას აზარელ ბუნებრივ მოვლენას იწვევს, თუმცა ისინი ნახშირბადის ბალანსის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, რაც სიცოცხლის აყვავების მთავარი ფაქტორია. დედამიწის უდაბნოების უმრავლესობა სულაც არ შედგება ქვიშისგან, მათი თითქმის 85% ქანებს და ხრეშს შეიცავს. ყველაზე დიდი უდაბნო საჰარაა, რომელიც აფრიკის 1/3-ს მოიცავს და გამუდმებით იზრდება, მალე ის აფრიკის კონტინენტის ზომის გახდება. დედამიწა თანდათან ნელდება და ყოველ წელს ერთი დამატებითი წამი ემატება. დღევანდელი დღის ხანგრძლივობა არის 23 საათი 56 წუთი და 4 წამი. მილიონი წლის წინ დედამიწაზე დღის ხანგრძლივობა 20 საათს შეადგენდა. სავარაუდოდ მილიონი წლის შემდეგ მისი ხანგრძლივობა 27 საათი იქნება. კონტინენტები გამუდმებით მოძრაობენ და იცვლიან მდებარეობას. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ყოველ წელს 2.5 სანტიმეტრით შორდებიან ერთმანეთს. რომ შეგვეძლოს პლანეტის მომავალში ნახვა, სურათი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. მაგალითად, კალიფორნიის ნაწილი ჩრდილო ამერიკას გამოეყოფოდა და წყნარი ოკეანის კუნძული გახდებოდა. აფრიკა ორ დიდ ნაწილად გაიხლიჩებოდა და ასევე შესაძლებელია სხვა სუპერკონტინენტების ჩამოყალიბებაც. მზე დედამიწისთვის სითბოსა და ენერგიის წყაროა, მაგრამ რა მოხდება მზე რომ არ იყოს? შეძლებს სიცოცხლე არსებობის გაგრძელებას? თეორიულად კი. დედამიწის შიდა ბირთვის ტემპერატურა 5000-დან 7000 გრადუსია ცელსიუსი, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურას უტოლდება. ასე რომ ის საკმარისად ცხელია და მოსახლეობა გარკვეული სიცოცხლის ენერგიით მომარაგებას მზის სიკვდილის მერეც შეძლებს. დედამიწის არსებობის 4.5 მილიარდი წლიდან მოყოლებული კონტინენტები იცვლებოდნენ. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ოდესღაც ისინი შეერთებულნი იყვნენ. ხოლო ასეთი მთლიანი კონტინენტი გახდათ პანგეა. 200 მილიონი წლის წინ კი დაიწყო მისი დაყოფა. ვარაუდობენ, რომ მომავალში კონტინენტები კვლავ შეერთდებიან. ადრე დედამიწა ლამაზი იასამნისფერი იყო. მასზე მცხოვრები მიკრობები ქლოროფილის ნაცვლად ფოტოსინთეზს იასამნისფერი მოლეკულებით რეტინალით ახდენდნენ. რეტინალი შთანთქავდა მწვანე ფერს და ირეკლავდა წითელსა და ლილის ფერს, რომლის შესავებით იასამნისფერი მიიღებოდა. რეტინალი დღესაც არის შემორჩენილი ჰალობაქტერიაში. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.